Ходите на референдум и находитесь с нами на нашем референдуме. ეს მარია ციპკოა, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში დონბასის ოლქის უკრაინისგან გამოყოფის შესახებ მოსკოვში ჩატარებულ რეფერენდუმზე დამკვირვებლად გვევლინება. თუმცა მედია საშუალებების მიერ სხვადასხვა დროს გავრცელებული ვიდეო კადრები ცხადყოფს, რომ ციპკო ამა თუ იმ განსხვავებულ ამპლუას თავისუფლად ირგებს და სხვადასხვა პროპაგანდისტულ აქტივობებშიც აქტიურადაა ჩართული. ეს კვლავ მარია ციპკოა, რომელიც ამჯერად მარია ვიკინას სახელით ახალწამებულთა და აღმსარებელთა ფონდის დირექტორად ასაღებს თავს და რუსეთში მორწმუნეთა ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ გვიყვება. ამ კადრებში ოდესელი მარია ციპკო ახალ როლს ირგებს და ამჯერად დონეცკელი იურისტის სახელით ესაუბრება ჟურნალისტს. ის უკრაინელი სამხედროების მიერ კრამატორსკში ჩადენილ დანაშაულებებზე საუბრობს. ციპკოს მსგავსი დაქირავებული მოწმეებისა და ამა თუ იმ ცრუ ისტორიების გაშუქება რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი აპრობირებული მეთოდია. ვიდეო მანიპულაციების მეშვეობით დეზინფორმატორები ცდილობენ ვიდეოში რეალური ადამიანების ჩვენებით არარეალური ისტორიების შეთხზან და ფაქტები უარყოფითი რაკურსით დაგვანახონ. ვიდეო მანიპულაციების საკითხი საკმაოდ პრობლემატურია დღესდღეობით. ადამიანები, რომლებიც სხვადასხვაგვარ პროპაგანდისტულ ვიდეოებს ამზადებენ, ძალიან ბევრ რამეს ითვალისწინებენ. როგორ დაამზადონ ვიდეო, ისე რომ თვალშისაცემი იყოს პირველ რიგში დამავდროულად დამაჯერებელი, ესა თუ ის ხელოვნურად შეთხზული ამბავი, ასევე როგორ აიძულონ ადამიანები, რომ თუნდაც news feed-ში ვიდეოს გამოჩენის შემთხვევაში დააკლიკონ და გახსნან ვიდეო და ასე შემდეგ. ასეთი ადამიანები ფაქტობრივად ყველა იმ უნარს ფლობენ, რაც ბოლო 50 წლის განმავლობაში ტელევიზიასა და ჟურნალისტიკაში გარკვეულმა ადამიანებმა დავაგროვეთ. მათ ზუსტად იციან ვიდეო უნდა იყოს 2 წუთი თუ 10, რა საკვანძო სიტყვები უნდა იყოს გამოყენებული headline-ად და ასე შემდეგ. ვიდეო მანიპულაციების მეშვეობით პროპაგანდისტების მიზანია დამაჯერებელი გახადონ ესა თუ ის ცრუ ინფორმაცია და ასეთი გზებით მიიღონ უფრო მასშტაბური და მკვეთრი შედეგი. საბოლოოდ შეცვალონ ჩვენი შეხედულებები და დამოკიდებულება თუნდაც კონკრეტული პოლიტიკური მოვლენების მიმართ, ანუ დაგვაჯერონ ან პირიქით გადაგვარწმუნონ ამა თუ იმ საკითხის სინამდვილეში. რეპუტაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც შეიძლება დაზიანდეს და შეილახოს ვიდეო მანიპულაციების მეშვეობით. ალბათ ძალიან კარგი ნებისყოფა და გონიერებაა საჭირო იმისთვის, რომ საბოლოოდ არ მოექცე მრავალჯერ ნანახ ვიდეოში მოთხრობილი ისტორიის ზეგავლენის ქვეშ. პროპაგანდისგან თავის დასაცავად უპირველეს ყოვლისა უნდა შეძლოთ სანდო და დეზინფორმაციის წყაროების ერთმანეთისგან გამიჯვნა, რაშიც ყალბი ინფორმაციის გამავრცელებელი საიტების მახასიათებლების ცოდნაც დაგეხმარებათ. ფოტოს გადამოწმებასთან შედარებით, ვიდეოს გადამოწმება შედარებით უფრო რთულია, იმიტომ რომ ერთი, ასე ვთქვათ, პროგრამა, სადაც შევძლებთ, რომ ვიდეო ავტვირთოთ და პასუხი მოგცოს, ვთქვათ, მანიპულაციურია, დამონტაჟებულია თუ არა, ესეთი რამ არ არსებობს და გვჭირდება რამდენიმე ნაბიჯი ეტაპობრივად, რომ იმ შედეგამდე მივიდეთ, რომ დავადგინოთ ესა თუ ის ვიდეო გამოიყენება მიზანმიმართულად პროპაგანდის გასავრცელებლად თუ არა. ვიდეო მანიპულაციების გადამოწმების რამდენიმე ხერხი არსებობს. ნაბიჯი პირველი. შეადარეთ ერთმანეთს YouTube-ზე ვიდეოს გამოქვეყნებისა და ატვირთვის დრო. ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ Amnesty International-ის პროგრამა YouTube Data Viewer-ი. შესაბამის ველში YouTube-ის ლინკის განთავსებით პროგრამა მოგაწვდით ინფორმაციას ვიდეოს ატვირთვის დაწყების დროის შესახებ. ნაბიჯი მეორე. შეისწავლეთ იმ ადამიანის პროფილი, ვინც ეს ვიდეო ატვირთა. დააჭირეთ ვიდეოს ამტვირთველის სახელს და დაათვალიერეთ რა ტიპის ჩანაწერები იძებნება. ამით თქვენ დაადგენთ თუ რომელ კონკრეტულ თემებზე კონცენტრირდება თქვენთვის საინტერესო წყარო. პროფილის შესწავლის საილუსტრაციოდ შეგვიძლია 2016 წლის 14 სექტემბერს ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის შორის YouTube-ზე ატვირთული ფარული ჩანაწერი გამოვიყენოთ. მოცემული ჩანაწერი YouTube-ზე რუსულენოვანი ვებგვერდის Creative Georgia News-ის სახელით არის ატვირთული. მის YouTube არხზე მხოლოდ 3 ჩანაწერი იძებნება. Creative Georgia News-ის ვებგვერდზე დეკლარირებულ მისიაში მანამდე ვიდრე ეს გვერდი გაუქმდებოდა აღნიშნული იყო, რომ ის რუსეთსა და SNG-ში მომუშავე ჟურნალისტთა ჯგუფის ინიციატივით არის შექმნილი და იმ ადამიანებისთვის არის განკუთვნილი, ვისთვისაც სულ ერთი არ არის საქართველოში მიმდინარე პროცესები. ნაბიჯი მესამე. გადაამოწმეთ ატვირთული ვიდეოს შინაარსი. ანუ ყურადღება გაამახვილეთ ისეთ დეტალებზე, როგორებიცაა ქუჩის დასახელება, ხეების განლაგება, მანქანების სანომრე ნიშნები და კიდევ მრავალი სხვა დეტალი. შერჩეულ ობიექტზე დაკვირვება და ამ ადგილის გადამოწმება სატელიტიდან გადაღებულ ფოტოებზეცაა შესაძლებელი. ინტერნეტში არსებობს რამდენიმე სასარგებლო რესურსი, რომლებიც ადგილის გადამოწმებაში დაგეხმარებათ, მაგალითად როგორიცაა Google Maps. ეცადეთ, რომ ამ პროგრამებში მოცემულ ობიექტებს შეხედოთ იმ კუთხიდან, რა რაკურსითაც ვიდეოშია გადაღებული. ნაბიჯი მეოთხე. დაადგინეთ ვიდეოში მონაწილე პირების რეალური ვინაობა.
ამისათვის ვიდეოდან მოჭერით მონაწილე პირების შესაბამისი კადრები და გამოიყენეთ Google-ის ფოტოების საძიებო სისტემა. იდენტიფიცირების ამ კონკრეტული მეთოდის ვიზუალიზაციისათვის იდეალური მაგალითია 2014 წლის 15 მარტს Russia Today-ის ეთერში გასული სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც თითქოს ებრაელი ხალხი უკრაინის მთავრობის ანტისემიტიზმის გამო კიევს ტოვებს. ფაქტის დრამატიზირებისათვის ჟურნალისტმა ის კადრი საჩვენა თუ როგორ ალაგებს ნივთებს რაბი მიჰაილ კაპუსტინი და ამბობს, რომ ის მოსალოდნელი საფრთხის გამო ვალდებულია გაიქცეს. გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ კაპუსტინი არა კიევიდან, არამედ რუსეთის მიერ ოკუპირებული სიმფეროპოლიდან გარბის, ხოლო კადრებში ნაჩვენები ფობიური წარწერა სიმფეროპოლის სინაგოგაზე გაკეთდა. ვიდეოების გამოყენება განსაკუთრებით გაძლიერდა უკრაინის მოვლენების პარალელურად და მეთოდები იყო, რომ თქვათ იყენებდნენ რეალურ პერსონაჟებს, იყენებდნენ რეალურ კადრებს, თუმცა ცვლიდნენ მათ ვინაობას, მათ სახელებს, ადგილმდებარეობების დასახელებებს და შემდეგ უკვე მაყურებლისთვის ძალიან რთული იყო რეალური ინფორმაციის, ყალბი ინფორმაციისგან გარჩევა. გლობალურად ვიდეო მანიპულაციების ეფექტი ძალიან დიდია, რადგან ასეთი ვიდეოების ავტორებმა ყოველთვის იციან ვიდეო მანიპულაციის ანბანი და მათი ქმედებები 99%-იან შედეგზეა გათვლილი. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი ვიცოდეთ ზეგავლენის პრევენციის ტექნიკური მეთოდები და თავად მივხვდეთ, სად არის წყალგამყოფი სიმართლესა და დეზინფორმაციას შორის.